სიზარმაცე როგორ დავძლიო, რო კითხულობ, სიზარმაცის დაძლევის ერთადერთი გზა არის მოქმედება. ამიტომ უნდა გახდე დისციპლინირებული და ეხლა ავხსნი რატომ არის მოქმედება სიზარმაცის დაძლევის გზა. როდესაც ენერგია არ აქვს, არაფრის კეთება არ გინდა და აი აქ ხვდები რომ გეზარება. ენერგია არ აქვს, უბრალოდ არ ხარ სათანადოდ დატენილი. და ბევრს გონია რომ ენერგია რო გაჩნდეს უნდა დაისვენო და რაც უფრო მეც ისვენო, უფრო ნაკლები გაქვს ენერგია. სინამდვილეში ენერგია რომ გაჩნდეს უნდა იმოქმედო. მოქმედებაში მოდის ენერგია. ანუ აქ მუშაობს ეს კანონი, რასაც გასცემ, იმას მიიღებ. ბევრი ენერგია გინდა, ბევრი უნდა იმოქმედო. მოქმედებ და ენერგიული ხდები, ენერგიული ხდები და პოზიტიური ხდები. რაც უფრო დაბალი გაქვს ენერგია, უფრო ნეგატიურად აზროვნებ, რაც უფრო მაღალი გაქვს ენერგია, უფრო პოზიტიურად აზროვნებ. ამიტომ თუ გინდა რომ შენს თავში ფიქრების ხარისხი შეიცვალოს ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ, უნდა გახდე ენერგიული და ენერგიული რომ გახდე, უნდა იმოქმედო და რომ იმოქმედო, უნდა დააძალო შენ თავს, რომ ადგე და რაღაცები გააკეთო. დისციპლინა შენგან დამოუკიდებლად არის, ანუ ეს არის წესი, წესთა ერთობლიობა, რუტინა, რომელიც აუცილებლად შესასრულებელია. ზუსტად ისე როგორც ძირითადი კბილები გაიღეხე, მოქმედებ შენი გეგმის მიხედვით. როცა რა არის გასაკეთებელი, იღებ და აკეთებ. ამიტომ ამ დროს თავისუფლდები ემოციებისგან, ემოციებზე დამოკიდებულებისგან. როცა გქონდა ხასიათი, გააკეთებდი რაღაცას, არ გქონდა, არ გააკეთებდი, გაუაზრებლად, უგუნურად. და დისციპლინირებულად, როდესაც მოქმედებ, ხარ დამოუკიდებელი, გათავისუფლებული ხარ ემოციებზე დამოკიდებულებისგან. ამიტომ ეს არის გზა ჩაკეტილი წრიდან. ხშირად ადამიანი ამბობს, რომ არ ვიცი რა გავაკეთო, არაფერი იცვლება ჩემს ცხოვრებაში, ჩაკეტილი წრესავით არ. აი ესაა გამოსავალი. გახდი დისციპლინირებული. საიდან დაიწყო რეაქცია ყურადღება შენს სხეულს, დაიწყე ვარჯიში, დაიწყე სწორი კვება, შეისწავლე ეს საკითხი, ეს არის პირველი ნაბიჯები. და გახდი დისციპლინირებული. დაელაპარაკო შენ თავს სერიოზულად და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მორჩა მე აღარ ვაქცევ ყურადღებას ემოციებს, ხვდები დისციპლინირებული. ბონუსად იმას მიიღებ, რომ სულ იქნები ენერგიული. როცა ხარ დისციპლინირებული, სულ იქნები ენერგიული, სულ. აი ეს. სიზარმაცე როგორ დავძლიო, რო კითხულობ, სიზარმაცის დაძლევის ერთადერთი გზა არის მოქმედება. ამიტომ უნდა გახდე დისციპლინირებული და ეხლა ავხსნი რატომ არის მოქმედება სიზარმაცის დაძლევის გზა. როდესაც ენერგია არ აქვს, არაფრის კეთება არ გინდა და აი აქ ხვდები რომ გეზარება. ენერგია არ აქვს, უბრალოდ არ ხარ სათანადოდ დატენილი. და ბევრს გონია რომ ენერგია რო გაჩნდეს უნდა დაისვენო და რაც უფრო მეც ისვენო, უფრო ნაკლები გაქვს ენერგია. სინამდვილეში ენერგია რომ გაჩნდეს უნდა იმოქმედო. მოქმედებაში მოდის ენერგია. ანუ აქ მუშაობს ეს კანონი, რასაც გასცემ, იმას მიიღებ. ბევრი ენერგია გინდა, ბევრი უნდა იმოქმედო. მოქმედებ და ენერგიული ხდები, ენერგიული ხდები და პოზიტიური ხდები. რაც უფრო დაბალი გაქვს ენერგია, უფრო ნეგატიურად აზროვნებ, რაც უფრო მაღალი გაქვს ენერგია, უფრო პოზიტიურად აზროვნებ. ამიტომ თუ გინდა რომ შენს თავში ფიქრების ხარისხი შეიცვალოს ნეგატიურიდან პოზიტიურისკენ,